მეზღაპრეების გახვიძება. ნაი და გიგი ისევ პარკში იდგნენ. ბილიკი, რომელიც ტყეში იკარგებოდა, ჩვეულებრივად გამოიყურებოდა უკვე, მაგრამ ბავშვების გულში რაღაც შეიცვალა. გიგის ზურგ ჩანთაში სინათლის წიგნი იდო და მისი ფანტაზია კი გამოღვიძებას ცდილობდა. გიგი, უნდა შევეცადოთ ჩვეულებრივ ბავშვებად გამოვჩდეთ, ჩურჩულით თქვა ნაი. და როგორ უნდა ვიყოთ ჩვეულებრივი, როცა ზურგ ჩანთაში სინათლის წიგნი მიდევს და ქაოსის წინააღმდეგ ბრძოლა გველის? გაეცინა გიგის. ახლა მათი მისია იწყებოდა მეზღაპრეების ქსელის შექმნა. პარკის კუთხეში საბავშვო მოედანზე სიჩუმე იყო. უნდა დავიწყოთ, თქვა ნაი. აირას დავპირდით და ჟურნალი მალე მზად იქნება. კი, მაგრამ ყველას ვერ ვენდობით. აირამ ხო თქვა ქაოსის მიმდევრები ჩვენ სამყაროშიც არიან, სერიოზული ხმით თქვა გიგი. მხოლოდ მათ ვუთხრათ, ვისაც საიდუმლო შენახვა შეუძლია და მაგიის ჯერა. გაუღიმა ნაი. გიგი მრვეული ამოიღო და წერა დაიწყო. დანიელი, ადამი, თომა, დათა. ესენი მაგრები არიან და სუპერძალებსაც კარგად ხატავენ. ალექსანდრას ავუყოთ? კითხა ნაი. მას ყველაფრის ჯერა, მეზღაპრის პოტენციალი აქვს, გეთახმები. ლუნა ჯადოსნურ არსებებზე ოცნებობს და ამატა ნაი. ნენე კარგად წერს. მილანო? წერა არ იცის, მაგრამ ძალიან მაგრად გრძნობს ზღაპრებს. ხო, ესენი ჩვენი პირველი მეზღაპრეები იქნებიან, კმაყოფილი სახით თქვა გიგიმ. ყველას შეუძლია მხიარულება, საიდუმლო შენახვა და ფანტაზიისაც სჯერათ და ამატა ნაი. ბავშვებმა დაურეკეს მეგობრებს და შეხვედრა დანიშნეს ძველი ხის ქვეშ. როდესაც ყველა მოვიდა, წრეზე დასხდნენ და გიგი მრვეული გახსნა. ბავშვებო, მე და ნაი უცნაური რამ გამოვიარეთ. ტყეში შევხვდით სინათლის ბურთს, აირას, რომელმაც გვითხრა, რომ ქაოსმა ზღაპრების სამყარო დაშალა და თუ ვერ შევაჩერებთ, ფანტაზია და მხიარულება ადამიანების სამყაროშიც გაქრება. მეგობრები განცვიფრებულები უყურებდნენ ნაის და გიგის. ქაოსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის თქვენი დახმარება გვჭირდება. საიდუმლო მეზღაპრეთა ქსელი უნდა შევქმნათ და ამაში აირას ჟურნალი დაგვეხმარება. ჟურნალი? იკითხა ალექსანდრამ. დიახ, განაგრძო ნაიმ, მასში იქნება თავსატეხები, ზღაპრები, კოდები, რუკები, რაც ბრძოლაში დაგვჭირდება. როდესაც ყველაფერს ამოვხსნით ჟურნალში, მერე ჩვენ ზღაპრულ სამყაროში უნდა დავბრუნდეთ და ორდენები გავათავისუფლოთ. თქვენ კი აქედან დაგვეხმარებით და ადამიანების სამყაროში ქაოსის მიმდევრებსაც შეაჩერებთ და ამატა ნაიმ. როგორ? იკითხა თომა. ჩვენი ფანტაზიით დავწერთ ზღაპრებს, გავშიფრავთ კოდებს, ახალ მეზღაპრეებს მოვიზიდავთ. 12 ორდენი უნდა გავათავისუფლოთ, 12 ჯადოსნური ნივთი ვიპოვოთ. ჟურნალი ყოველ თვეში ახალი იქნება და ზღაპრული ორდენებისკენ გზას გაგვიხსნის. და ვინც ყველაზე მეტ მეზღაპრეს შეკრებს, ის გახდება ზღაპრის ორდენის მაგისტრი? იკითხა ადამმა. დიახ, ორდენის მაგისტრები გათავისუფლებულ ზღაპრებს დაიცავენ. მაგისტრებს საიდუმლო ნივთებიც ექნებათ შესანახი და ამატა გიგიმ. შეგიძლიათ უფროსებიც ჩართოთ, ოღონდ ისეთები, ვისაც მაგიის ჯერა. როგორ მოვაგროვოთ მეზღაპრეები? იკითხა ლუნა. ვთხოვოთ მეგობრებს, გამოიწერონ ჟურნალი და ზღაპრის ახალი ვერსიები მოგვაწოდონ. დამაჯერებლად თქვა ნენემ. ყველას შეუძლია მხიარულება, საიდუმლო შენახვა და ფანტაზიისაც სჯერათ და ამატა ნაიმ. მელანო, შენ დედა დაგეხმარება? უეცრად იკითხა დანიელმა. კი, დედა მიყვება და წერს ჯადოსნურ ზღაპრებს. ჯერ ის მომეხმარება, მერე მე თვითონაც დავწერ, გახარებულმა უპასუხა მელანო. იმ წუთას დაიბადა ქაოსის წინააღმდეგ მებრძოლი მეზღაპრეების პირველი ჯარი. ფანტაზიით სავსე გულებითა და ერთგულებით ანთებულები. საღამოს სახლში გიგის არ ეძინებოდა. სინათლის წიგნი ჯერ ისევ ზურგ ჩანთაში იდო. ბიჭი იწვა და ფიქრობდა, ნუ თუ ეს ყველაფერი მართლა ხდება? რატომ არავინ ამჩნევს, როგორ ქრება ფანტაზია? იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რასაც ვერ ვხედავთ. უეცრად გიგის გაახსენდა, როგორ გაამხნევა ავადმყოფი ნაი პატარა ნახატით, რომელზეც მზე დახატა და მიაწერა, ეს მზე შენს შიგნით ცხოვრობს. ნაიმ ნახატი დაინახა თუ არა გაიღიმა და ძალიან მალე გამოჯამრთელდა.
შეიძლება ის, რასაც მაგიას ვეძახით, მეგობრებს ესრუნვა და მათი სიყვარულია. გაიფიქრა უეცრად გიგი. წიგნს შეეხო და წარწერები დაინახა, რომლებიც მალევე გაქრა. შემდეგ აირას დარიგება გაიხსენა. ჩუმად დაასახელეთ 3 რამ, რასაც ხედავთ. 2 ემოცია, რასაც გრძნობთ. 3-ჯერ ჩაისუნთქეთ და თქვი აირა, აირა, აირა. თუ გულით იტყვი, სინათლეც გამოჩნდება. გიგიმ დაასახელა თავისი ფიქრები და გრძნობები. მერე კი თქვა, ჯერ არ მჯერა, მაგრამ მზად ვარ დავაკვირდე. იმ ღამით გიგიმ ფიქრებთან ბრძოლის გარეშე პირველად დაიძინა. დილით კი, როცა ფანჯარაში გაიხედა, აირას მოციმციმე ბურთი დაინახა, რომლის სხივებიც მთელ დედამიწას ედებოდა. პირველი იარაღი, ჟურნალი აირას პირველი გამოცემა. მზიანი დილა გათენდა. ნაი ფანჯარასთან იდგა ფუნჯით ხელში, მაგრამ ვერ ხატავდა. გვერდით ედო ის, რასაც რამდენიმე დღეა ელოდნენ, ფანტაზიის ციფრული იარაღი. გგონია საკმარისია? ჩურჩულით იკითხა ნაი. რა? ჩაიკითხა გიგი. საინტერესოა ნეტა ჟურნალი? ბავშვები მონაწილეობას მოინდომებენ, გადმოწერენ? ეს ხომ კომპიუტერული თამაში არ არის, ფიქრი და ფანტაზია სჭირდება და ცოტა ვღელა. გიგიმ პატარა მოწყობილობა აიღო, სადაც ციფრული ჟურნალი ინახებოდა. ნაი, აირას ჯერა და ჩვენც უნდა გვჯეროდეს. ხო, მართალი ხარ, ჩაიჩურჩულა ნაი. მოდი აირას ჯადოსნური შელოცვა ვთქვათ, შესთავაზა გიგიმ. მომკიდე ხელი და გაიმეორე, რასაც გეტყვი. გიგიმ ჩუმად დაიწყო. დაასახელე 3 რამ, რასაც ხედავ. ნაი მოთახს მთვალი მოავლო. ფანჯარა, ზურგჩანთა, მზის სხივი. ახლა დაასახელე 2 გრძნობა. ღელვა და ცოტა შიში. 3-ჯერ ჩაისუნთქე ღრმად, გაათავისუფლე გონება და ახლა 3-ჯერ სიყვარულით თქვი აირა, აირა, აირა. როგორც კი ეს რიტუალი შეასრულეს ბავშვებმა, ოთახი უცნაურად განათდა. გამოჩნდა ისევ სინათლის ბურთის აირა. ზღაპრის სამყაროს მცველებო, მე თქვენთან ერთად ვართ. დროა? ფანტაზიის ციფრული იარაღი მზადაა? როგორც ზუსტად იცი ხოლმე გამოჩენა. გაიღიმა ნაი. მე გამოვჩნდები მაშინ, როდესაც შიში და სიკეთე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გახსოვდეთ, მხოლოდ მშვიდი გონებით და სიკეთით სავსე გულით უნდა დამიძახოთ. ვხედავ გიგის უპოვია პირველი იარაღის საცავი. ეს ჟურნალი უბრალო ფაილი არ არის. ესაა ცოცხალი არქივი, სადაც ფიქრები და ფანტაზიები ცოცხლდებიან. აირა უეცრად აბრჭყიალდა და განაგრძო. გიგი, შენ ტექნოლოგიებში ერკვევი კარგად, ამიტომ შენ უნდა ატვირთო ფაილი. საათ, როგორ? იკითხა გიგი. მთელი სამყაროს უნდა მოედოს ეს ჟურნალი, ყველას უნდა ჰქონდეს, ვისაც ფანტაზია ჯერ არ დაუკარგავს. ატვირთე PDF ფაილი, მაგრამ გახსოვდეს, ამ ჟურნალის გახსნით არა მხოლოდ ფაილი, არამედ გული და გონებაც იხსნება. და თუ არავინ გადმოწერა, შეეკითხა შეშინებული ნაი. მაშინ შენ და შენი მეგობრები უნდა გახდეთ პირველი მეზღაპრეები. ისინი, ვინც ფანტაზიას დაიცავენ, გაუზიარე ჟურნალი მეგობრებს. გვითხარი სიტყვა, რომელიც ყველა შიშს სამარცხებს და ხალისისა და ცოდნის ძალას აღვივებს. სიტყვა, რომელი? ჩაფიქრდა ნაი. აირა, წაიჩურჩულა აირამ და გაქრა. გიგის ტაბლეტის ეკრანმა ციმციმი დაეწყო. ეკრანზე გაიხსნა ფაილი. აირა, პირველი ჟურნალი. გიგიმ ფაილი გახსნა. ჟურნალი ბევრი გვერდისგან შედგებოდა, ემოციების ბარათები, წითელქუდა სხვადასხვა დასასრულებელი შეკითხვები, თავსატეხები, საფიქრალი სავარჯიშოები. მაგრამ იმ წუთას რაღაც აკლდა ამ ჟურნალს. ეს იყო მეზღაპრეების ხმა. ნაიმ და გიგიმ ამიტომ პარკში მეგობრები შეკრიბეს. დანიელი, ადამი, თომა, დათა, ნენი, ალექსანდრა, ლუნა და მელანა. აი ეს არის ჟურნალი აირა, მტკიცე თქვა გიგიმ და პლანშეტი აჩვენა. ეს ყველაფერი აირამ შექმნა. ქაოსთან საბრძოლველად პირველი იარაღია, დაამატა ნაიმ. ყველა ბავშვს უნდა გაუზიაროთ, ვისაც ხაპრებისა და მაგიის ჯერა, თქვა ლუნა. მე ჩემს მეგობარს გავუგზავნი.
ამერიკაში ცხოვრობს და თუ გადმოწერს, იქაც დაიწყება მეზღაპრეობა, აღფრთოვან და თომა. მე კი კლასში გავავრცელებ, გასართობია და სახალისოა თქო ვიტყვი, თქვა ნენემ. გიგიმ ტაბლეტის ხილაკს დააჭირა თითი. ეკრანზე გამოჩნდა წარწერა, შენი ფაილი ატვირთულია. აირას პირველი ჟურნალი გაჩნდა ადამიანების სამყაროში. ამ წამიდან ყველა, ვინც ჟურნალს გადმოწერს და დავალებებს შეასრულებს, მეზღაპრეთა ქსელის წევრი გახდება და საოცარ თავგადასავალში მოხვდება. მალე აირას მანათობელს ხელში კოსმიური რუკა აციმციმდება და პატარა მცველებს პირველი ორდენის გზას აჩვენებს, სადაც ქაოსთან დიდი ბრძოლა დაიწყება. გაგრძელება იქნება.